რა ხდება მაშინ, როდესაც თქვენ ეხმარებით სხვას? შეხედეთ, ჩათვალეთ, რომ ეს ხართ თქვენ ადამიანი, რომელიც დამოხტული არის პოზიტიური ენერგიებით, სიყვარულით, ჯანმრთელი ცხოვრებით აღსავსე, რომელსაც ყველაფერი ახალებს, რომელსაც ყოველთვის პოზიტიური განწყობა აქვს და შეხედეთ, ეს არის სხვა ადამიანი, რომელსაც მუდმივად აქვს პრობლემური თემები, არის ჯანმრთელობის კუთხით პრობლემურ სიტუაციებში, აქვს ზოგადად ცხოვრებისეულად არეული სიტუაციები. რა ხდება მაშინ, როდესაც თქვენ მას ეხმარებით? კონკრეტულად ის გთხოვთ თუ ყოველგვარი თხოვნის გარეშე, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. შეხედეთ, სპეციალურად დავალაგე ჭიქები ისე, რომ შეგემჩნიეთ, მას აქვს ნაკლოვანება ენერგიების კუთხით და არის შავ პოზიციაში, ხო? თქვენ ხართ სავსე, მაგრამ თეთრში. როდესაც თქვენ გარკვეული კუთხით მას ეხმარებით და აძლევთ ენერგიას, რა თქმა უნდა, თქვენ გადადიხართ მინუსის მდგომარეობაში. ფაქტიურად მას ენერგია ეძლევა, თქვენ გაღებულობს დახმარებას, თუნდაც სიყვარულს, მაგრამ სამაგიეროდ თქვენ შევით ნაკლოვანების პოზიციაში, ხო, ნაკლები ენერგიის ფონზე, ენერგია გეხარჯებათ. სამაგიეროდ ამ ადამიანს ფიზიკურად სხვა არაფრის მოცემა არ შეუძლია, გარდა იმ ენერგიისა, იმ პრობლემური სიტუაციების, იმ გარკვეული სახის ნეგატივისა, რომელიც მას გააჩნია. შესაბამისად, სამყაროში არსებობს კანონი ენერგობალანსირების მიღება გაცემის პოზიციის კუთხით. თქვენ ადამიანი, რომელიც ხართ სუფთა პოზიციაში და შესაბამისად გაქვთ კარგი ენერგიები, როდესაც ამ ადამიანისგან შესაბამისი უკანვე ბრუნდება გარკვეული სახის ენერგიები, რომ მოხდეს ენერგობალანსირება, ერთგვარი სამყაროს გაცვლითი პროცესი, შეხედეთ, ამ დროს თქვენ უკვე აღმოჩნდებით მისი ენერგიების გამზიარებელი. დაბინძურდებით მისივე ენერგეტიკიდან გამომდინარე წამოსული ამ რაღაც ცუდი ინფორმაციული ჭუჭყით, ესე ვიტყოდი, ხო? შესაბამისად, ალბათ კითხვა ჩდება, მას რა უნდა გავაკეთოთ? ეცადეთ მაქსიმალურად შეიკავოთ თავი ზედმეტი სიკეთის გამოვლინებისგან. მით უმეტეს თუ თქვენ გეუბნები, ანუ არ გთხოვენ დახმარების მომენტს. რაღაც მომენტში ზედმეტი სიკეთე გარკვეული კუთხით ადამიანისთვის დამღუპელიც არის. გაიაზრეთ, ვის ეხმარებით, რამდენად იმსახურებს ეს ადამიანი, იქნება ამ ადამიანმა არსებული პრობლემები თვითონვე უნდა გადალახოს თავის ცხოვრებისეულად და თქვენ არ გაქვთ უფლება ზედმეტად ჩაერიოთ მის სიტუაციებში. ასე რომ, გაუფრთხილდით საკუთარ თავს, საკუთარ ჯანმრთელობას და საკუთარ ენერგეტიკას იქამდე, სანამ კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგავთ, რომ ადამიანებს დაეხმაროთ. რომ თქვენვე არ აღმოჩნდეთ მინუსის მდგომარეობაში და დაზიანებულ პოზიციაში. გისურვებთ კარგად ყოფნას, ნახვამდის.